შეიძლება ითქვას, რომ ტოლობის ნიშანი დასვა ირაკლი კობახიძემ საბოტაჟსა და დაუშვათ კრიტიკულ გამოხატულებას შორის, თუ კი ვინმეს რუსი ტურისტების მიმართ ექნება და ეს კამპანია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს ქართულ ოცნებაში, როდესაც ირაკლი კობახიძემ და მათ შორის ივანიშვილის აზრების გამხმოვანებელმა ფილოსოფოსმა ვრცელი წერილები მიუძღვნა იმას, თუ როგორ არის საქართველოში გავრცელებული რუსოფობია და არა მხოლოდ საქართველოში. ირაკლი კობახიძე დღეს აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას რუსოფობიის გამო და აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას იმის გამო, რომ რუს ტურისტებს კარი გაუღო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმაო, თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, საკუთარი კომენტარი ირაკლი კობახიძემ იმაზე საუბრით დაამთავრა, რომ ქართული ოცნებაც კარს უღებს და ამბობს, რომ საქართველოს კარი რუსი ტურისტებისთვის არის ღია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში რაიმე საფრთხე არ შეექმნათ. ჩემი წერილი ეფუძნებოდა ძალიან მარტივმშრალ ფაქტებს და ყველას გვახსოვს რა იყო წინა ხელისუფლების მიდგომა 2008-12 წლებში. როგორც სიამაყით საუბრობდნენ ისინი მასთან დაკავშირებით, რომ კარს უხსნიდნენ რუს ტურისტებს, რუსულ ბიზნესს საქართველოში და ასე შემდეგ. ამაზე საუბრობდნენ მათ შორის დღევანდელი მთავარი რუსოფობები, ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, იგივე ხუშტარია, იგივე ზურა ჯაფარიძე, ვანო ბერაბიშვილი საუბრობდა ყველაფერსა და სხვები, ხო? უშუალოდ ტურისტთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის რამდენიმე ტალღა. ეს იყო მაგალითად 2022 წელს ომის დაწყებისთანავე ძალიან მალევე, შემდეგ როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, როცა იყო ტურისტული სეზონი და ყოველ ჯერზე ტურისტულ სეზონზე ისინი აქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთ-ერთი მიზანი, ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომ რასაც ეტყვიან ამ აგენტებს, იმას აკეთებენ. 2008-12 წლებში ამ აგენტურას დავალებული ჰქონდა ასეთი რიტორიკით საუბარი რუსეთთან დაკავშირებით და 2022 წლის შემდეგ მას დავალებული აქვს ამ აგენტურას აქვს დავალებული განსხვავებული რიტორიკით საუბარი. მას აქვს ერთ-ერთი მიზანი, ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის, ნებისმიერი ტურისტისთვის. ეს არის ის, რაც ძალიან ღიად უნდა ითქვას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის იყოს შექმნილი სათანადო გარემო. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ის, რაც ჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ის რომ დღეს მსოფლიოში არსებობს რუსოფობია, ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ რუსეთია და არა deep state-იან რომელიმე სხვა სახელმწიფო, ვინაიდან ექსპერტები ამბობენ, რომ 2022 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, აბსოლუტურად სხვა მასშტაბის სისასტიკე ნახა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ რუსეთის მხრიდან, როდესაც რუსები ბომბავდნენ სამშობიაროებს, ბომბავდნენ პატარა ბავშვებს, ორსულ ქალებს, ამ ყველაფრის მასშტაბურობიდან გამომდინარე ბუნებრივი არის მსოფლიოში აღარ დარჩენილა არც ერთი ერი და შეიძლება ითქვას, რომ საღადმოაზროვნე ერთი ადამიანიც კი, ვისაც რუსეთის მიერ აგრესია ან რუსოფობია არ გაუჩნდა. ექსპერტები ამბობენ, რომ მათ ის უკვირთ მხოლოდ როგორ აღმოჩნდა ქართული ოცნება ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც რუსეთის ეს სისასტიკე ვერ დაინახა და რომელსაც დღეს სამყაროში არსებული რუსოფობია აკვირვებს. ძალიან საინტერესო ჭყალებში წერილებს აქვეყნებს ბატონი ზადა შათერიშვილი, რომელიც ხალხური ენით რო თქვა, ძალიან ახლოს არის ბოდვასთან. ანუ ქართულ ოცნებაში ბოდვის სპეციალისტები ბევრია, მაგრამ აშკარად ყველაზე წინწასული და ჩემპიონი ამ ყველაფერში ბატონი ზაზა არის, რომელმაც დაიწყო თავიდან ამ deep state-ები და მერე ტრამპის deep state-ი აღმოჩნდა, ყველა ვენსიც და ყველა მოკლედ ბატონი ზაზას გარდა ყველა deep state-ია რა, რო შევხედოთ. პრობლემა ისაა, რომ ეს ადამიანი ითვლება ხელისუფლებასთან მიახლოებულ კარის ფილოსოფოსთან. თან მამა მარჩენლის კარის ფილოსოფოსია, პატარა საქმე კი არ არის. ეს რო იყოს უბრალოდ ვიღაც დამოუკიდებელი ექსპერტი, რაც უნდა ისწეროს. ზუსტად ეს არის სიტყვის თავისუფლება და გამოთქმება. მაგრამ ამ ადამიანის ბუდიშთან აბუდვარზე მე ხდება სახელმწიფო პოლიტიკის აგება. 2008-შიც ისეთივე რუსოფობები ვიყავით ბატონო ირაკლი, როგორც დღეს ვართ აბსოლუტურად სწორი მიზეზების გამო. თუმცა აქაც იმას დავუმატებ, რუსოფობია არის გადაჭარბებული ტერმინი. არასდროს საქართველოში 10,000 რუსი მოქალაქე ცხოვრობს დღეს ყველანაირი პრობლემის გარეშე.
არავინ მათ მიმართ აგრესიას არ აყარებს. ჩვენი პრობლემა არ არის რუს ხალხთან, როგორც ასეთი. ჩვენი პრობლემა არის მათ იმპერიულ ხელისუფლებასთან და იმპერიულ პოლიტიკასთან და ამაში როგორც 2008-ში არ უჭერდით ამას ხართ და ვებრძოდით, ისე ვებრძვით დღესაც. რუსოფობია როგორც ესეთი საერთოდ ნებისმიერი ფობია არის ასოცირდება ნეგატივთან. და მე ვფიქრობ, რომ სხვა რაღაც ასე ვთქვათ, პოლიტიკური იარაღი და ინსტრუმენტები შემოაკლდა დღეს ქართულ ოცნებაში და ცდილობენ ეს ნეგატიური სტიგმა მიაკრან თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და ამით არის ეს ნაკარნახები, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკური იარაღის პალიტრა დღეს ქართული ოცნების ხელში არის ძალიან ღარიბი და შესაბამისად ამისთანა სუც არგუმენტებს მიადგენენ. ზაზა შათერიშვილის რიტორიკა აგვისტოს ომთან დაკავშირებით და იმ უბედურებასთან, რომელიც რუსეთმა საქართველოში წინააღმდეგ დაატრიალა, არ განსხვავდება კრემლის იდეოლოგი დუგინის რიტორიკიდან, თუ არა აჭარებებს მას. ერთ-ერთი განსხვავება ამ შემთხვევაში არის ის, რომ თუ აქამდე ჯერ შათერიშვილი იწყებდა ხოლმე კრემლისტური ნარატივების გავრცელებას და შემდგომას აყვებოდა ირაკლი კობახიძე, ეხლა რატომღაც პირიქით მოხდა ჯერ კობახიძემ გახსნა მთელი დეზინფორმაციული კამპანია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და მოგვიანებით გააგრძელა ის ზაზა შათერიშვილმა. ზაზა შათერიშვილის და ირაკლი კობახიძის ვრცელი წერილები ერთმანეთს ერთ-ერთში ემთხვევა და მთავარ აქცენტს ორივე მათგანი რუსოფობიასთან დაკავშირებით აკეთებს, თუმცა არც ერთი ამ რუსოფობიის გაღვივებაში ბრალს არ ზდევს რუსეთს და არც ერთი არ საუბრობს იმაზე, რომ რუსოფობია მთელს მსოფლიოში რუსეთის ომებმა გამოიწვია და იმან, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავენ. ზაზა შათერიშვილმა დღეს საკუთარ წერილში თქვა მხოლოდ ის, რომ რუსოფობია დიპ სტეიტის ბრალია.